ხატია მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. რა განცხადება ის, რაც პროკურატურისგან მოვისმინეთ და რას გვაჩვენებს ბიძინა ივანიშვილი, ანუ რისი თქმა უნდა, რა ხდებოდა მის ხელისუფლებაში 13-დან როგორც მინიმუმ 8 წლის განმავლობაში? საღამოშვიდობის თამარ, მე ვფიქრობ, რომ ეს ღარიბაშვილის საქმე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე სამარცხვინო და მათ შორის ქართული ოცნების რეჟიმის მიერ საკუთარი მომხრეების არაადამიანებად ჩათვლის მართლაც უპრეცედენტო მაგალითი, ხო? არ ვიცი, ხა წარმოიდგინეთ, მთელი ამ წლების განმავლობაში ღარიბაშვილი იყო ადამიანი, გესმით, ხო, ჩემი ღარიბაშვილი იყო ადამიანი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა მიცოდა, რომ იყო ჩართული კორუფციაში. ღარიბაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში დააგროვა უკანონო ქონება და ესე იგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა კორუფციულ გარიგებებზე იყო მის და მის კლანთან დაკავშირებული ყველა ნიუანსთან მიმართულებით, არ ვიცი, ამოღებული საქმეები. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ამ საქმეების ამოღება და ღარიბაშვილის გასამართლება გადაწყვიტა მაშინ, როდესაც შიდაკლანური დაპირისპირება გახდა უფრო თვალსაჩინო და ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული შიშები ჰქონდა და აქვს, რომ ის ადამიანები, ვინც მან ჩამოიცილა თავის დროზე, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, დამატებითი ბერკეტი არ შეძინათ ქართული ოცნების რეჟიმის დასასუსტებლად, ხო? ანუ საკუთარი გაძლიერების კუთხით. მაგრამ ყველაზე უფრო საშინელება მე რაც მინდა რომ ვთქვა, ეხა ღარიბაშვილი რო კორუმპირებულია, ეს ყველამ კარგად იცის რეჟიმი, როგორ ორმაგ სტანდარტებს იყენებს, ადამიანებს აკავებენ არაფრის გამო, პირბადეების გამო და დღეს დააკავეს გუშინ წინ წარმოუდგენლად ჩვენი წარმოუდგენელი დარღვევებით ჩვენი სასიქადულო ნამდვილად მამული შვილები, პატრიოტები, მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე აქ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ თulis ადამიანებად საკუთარ მომხრეებს, საქართველოს მოქალაქეებს და მათ ეუბნება, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ესე იგი ბრჭყალებში ადამიანი, რომელიც ვითომ ინარჩუნებდა მშვიდობას, ვითომ იყო საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი გამწევი ძალა, ხო, ღარიბაშვილი ჩვენ ხო გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან კონკრეტული შეფასებები და ეს ეპიტეტები, ხო? ეს ადამიანი უცებ თურმე აღმოჩნდა, რომ იპარავს მილიონობით დოლარს ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და მასთან დაკავშირებული ეს მთელი მაგათი შანტრაბა, ხო, მაგრამ ეს სალაფავით კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მომხრეებს ახლა ესე უნდა რომ გადმოუდგას და ამ ადამიანებს ესე ვთქვათ, რაღაცნაირად არაადამიანურად მოექცეს, ხო, აი ამ სალაფავის გადმოდგმით, ესეც კი მისი სტანდარტითაც კი არის ყველაზე უფრო მძიმე და ამადრზენი. მაგრამ როდესაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობთ, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ბანდიტური აზროვნებით არის წამოსული 90-იანი წლებიდან და ადამიანი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ამ საქმის გარჩევის ბანდიტურ, ასე ვთქვათ, მთელ აზროვნების კონცეფციას, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, ახლა მოსამართლე და პროკურატურის განცხადება, ეს უბრალოდ მე მოусმინე პროკურატურის განცხადებას, რას ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციით კი არ აკეთებდაო ესე რაღაცა ფულს, უკანონოდ გამდიდრდა ბიზნესით, ანუ ბიზნესი ყოფილა. ის გადაცემა ბიზნესი ყოფილა, ის ესე იგი ეს 7 მილიონი დოლარი და უფრო მეტი და საათები, ესე ვთქვათ, ბიზნესი ყოფილა. დინარაძე, რომელიც დღეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმეებს იძიებს, დინარაძე საქართველოს პარლამენტში ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებდა, გვიმტკიცებდა, რომ როგორ კაცო ჩარტები დაიქირავა და 50,000 ევრო საკუთარმა მამამ მისცაო, პენსიონერმა მამამ. ხო გახსოვთ ეს განცხადებები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში თუ ვინმე უნდა იყოს შეურაცხყოფილი ღარიბაშვილის გარშემო რაც ხდება ბიძინა ივანიშვილის ხელით და კობახიძის ხელით, ეს არის ალბათ ქართული ოცნების მომხრეები, რომლებსაც წლების განმავლობაში
ხოტბა ასხმევინეს ამ ადამიანზე და ეხა უბრალოდ უთხრეს რომ იცით რა ჩვენ როგორც გვინდა ისე მოვიქცევით რომ შეიძლება თქვა ზვიად კვარაცხელია და 10 არ მივიდა ხატია ოჯახის წევრებიც კი არ იმყოფებოდნენ რომ აღარაფერი თქვა იმ გულშემატკივრებზე ჩვენ უნდა გადაგვაბიჯოთ ღარიბაშვილამდე რომ მიხვიდეთო ხო გახსოვთ სოციალურ ქსელებში რომ წერდნენ ქალბატონო თამარ ვინ მივიდოდა მასთან ეხა ეს ხო რეჟიმია ეს ხო ჩვენაირი ადამიანები არ არიან და იმ ადამიანების ნაირები, ვინც თავაწეული საქართველოს დროში დადიან და ამის გამო შემდეგ აპატიმრებენ. მაგრამ მე ყველას მინდა უთხრა რომ და ვთხოვოდო ხო თქვენ გადასარევად ეს ყველაფერი რომ ღარიბაშვილის კორუფციის ამბავი ძალიან მძიმედ მოქმედებს მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებზე. ანუ მონიტორინგს ვინც აკეთებს სოციალური ქსელების და ქართული ოცნების მომხრეები რასაც საუბრობენ, რომ მათ ისინიც კი შეწუხებულები არიან და მათთვისაც კი ძალიან მძიმეა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც 150,000 ბავშვზე მეტი შიმშილობს სკოლაში და ადამიანებს სადაც მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა საჭმლის ყოველდღიურად ბავშვების სკოლაში წაყვანით და ქართული ოცნების მომხრეებით არ ვიცი ხა მე რამდენი არჩევნები გამოვიარე 12 წელია ოპოზიციაში ვარ და ძალიან კარგად ვიცი და ძალიან კარგად მახსოვს და პირდაპირ შეხება მაქვს ამ ადამიანებთან როგორ დაძურებოდნენ არ ვიცი 300 ლარიანი მასწავლებლები მაგიდის ქვეშ არჩევნებზე იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის ხომბი მოეტანათ ზუსტად და მათ ეუბნებია რომ სუპი უნდა ჭამოდო ოღონდ მშვიდობა იყოს ქვეყანაში აი ახლა ხედავენ რომ არც სუპს ჭამენ ამ ქართულ ოცნებაში და არც მშვიდობა არ არის ნამდვილად და ღარიბაშვილისთვის და ლილუაშვილისთვის და ფარცხალაძისთვის მით უმეტეს და ხატია აუცილებლად მინდა გთხოვოთ რომ რა იქნება ამ ყველაფრის გაგრძელება თქვენ რას ფიქრობთ ღარიბაშვილთან დაკავშირებით გამოვიდნენ და თქვენს დღეს ლილუაშვილის და ამ ფარცხალაძე რომანოვის მიმართულებით რას ფიქრობთ გარდა იმისა რომ ხო ახლა ყველას აჩვენებს მე ფიქრობ მე არაერთხელ მithქვავს თქვენი ეთერითაც რომ ლილუაშვილ ღარიბაშვილს აუცილებლად მიადგებოდა ივანიშვილი კონკრეტულად საკუთარი მიზნებისთვის და ინტერესებისთვის და არა იმისთვის რომ მართლა ისინი ფულს აკეთებდნენ ფარცხალაძესთან დაკავშირებით კრიმინალური სამყაროს ინტერესები მისგან მოითხოვს კონკრეტულად ამ ადამიანის თავს, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ თქვენ საშუქებთ ამას რომ ფარცხალაძე გვარი უკავშირდება პირდაპირ ამ რუსი აგენტის გვარი პირდაპირ უკავშირდება ძალიან სერიოზულ ასე ვთქვათ კვლელობებს და შეკვეთილ კვლელობას საქართველოში და ამასთან დაკავშირებით კრიმინალური სამყაროს გადანაწილება რომელიც მოხდა რუსეთში და რომელიც საქართველოში ხდება ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ფარცხალაძეს თხოვენ რა თქმა უნდა და ამ დროს ბიძინა ივანიშვილს აქვს კიდე ცალკე ინტერესები მე მინდა ქალბატონ თამარ გავაგრძელოს ხათაშორის აი ძალიან თანკვეთაში ამ საქმესთან ყულევის ასე ვთქვათ ტერმინალში რუსული გემის შემოსვლა რომელიც იყო ჭtildeოვანი ფლოტის ნაწილი არის და სხვათა შორის ეს არის ძალიან სერიოზული საქმე რომელსაც მე ვფიქრობ რომ აუცილებლად ჩვენ არ უნდა მოვარიდოთ ყურადღებას სხვათა შორის ამ საქმის გაგრძელება უბრალოდ ამ საქმისთან კავშირშია ის რომ ლუკოილი და როსნეფტი დასანქცირებულია უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მაგრამ მე მინდა თქვენ გითხრათ ვის ეკუთვნის რუსნეფტი რომელიც ჭtildeოვანი ასე ვთქვათ ტანკერი შემოვიდა საქართველოში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ძალიან კარგი ახლო მეგობრის გუცირების კომპანია რომელიც მან საფმარის ასე ვთქვათ მთელი დიდი კონგლომერატია და საფმარის შემადგენლობაში შედის გუცირები არის ადამიანი რომელიც დასანქცირებულია ევროკავშირის მიერ სხვათა შორის გუცირები არის ადამიანი რომელმაც ბიძინა ივანიშვილისგან 2012 წელს იყიდა დიდი კომპლექსი უძრავი ქონების მოსკოვში, რუსეთში და 2012 წელს ძალიან ეჩქარებოდა ბიძინა ივანიშვილს მოშორება გარკვეული აქტივების ქალბატონო თამარ თქვენ გახსოვთ, იმიტომ რომ მან არჩევნებით, ეგრეთ წოდებული არჩევნები, იმიტომ რომ ეს იყო პირდაპირ რუსული სპეცოპერაცია, საქართველოში იგი მოვიდა ხელისუფლებაში, ხო? ანუ დაამარცხა ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, იმ ძალიან სერიოზული, თქვა რუსული ჩარევით და ამაში მე მგონი ახლა ეჭვი არავის არ ეპარება.
კი ბატონო. ანუ ბალში იყო პირდაპირ ასე ვთქვათ გუცირებთან ბიძინა ივანიშვილი რუსნეფტის ტანკერი შემოდის საქართველოში ყულებში და საფმარის მთელი ეს კონგლომერატი რომელიც ეკუთვნის გუცირებს დასაქცირებულს ხალხშორის იმიტომ რომ ჩვენ აგვერია ეს ადამიანებს ერეულებდეთ როსნეფტი და არავითარ შემთხვევაში მაგრამ რუსნეფტის ეს ასე ვთქვათ ჭtildeოვანი ტანკერით გაძგვა ნავთობით ესეც სერიოზული პრობლემაა ხო ამიტომ ეს ადამიანი ეს საკუთარ ინტერესებს საკუთარ ქვეყანას საკუთარ სასამართლოს საკუთარ ძალოვან სტრუქტურებს იყენებს ძალიან სერიოზულად იმისთვის რომ საკუთარი ინტერესები განახორციელოს და ღარიბაშვილის ესეთი აგდება მოსახლეობის ღარიბაშვილის кейსით არის ზუსტად ამისი ერთ-ერთი გამოვლინება ხო აი სხვათა შორის საფმარზე რო გვაქვს ჩვენ საუბარი საფმარის ერთ-ერთი მფლობელი ზუსტად გუცირებიშვილი ბრიტანეთის მიერ არის დასანქცირებული და 2025 წელს როდესაც მათ შეიტანეს ევროკავშირში სარჩელი რომ სანქციები მოხსნათ არ მოუხსნა ევროკავშირმა ანუ ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც სანქცირებული ვთქვათ ტვირთები შემოდის ნავთობი შემოდის მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მეგობრების და ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც ხალხს ეუბნებიან კი შეიძლება 200 მილიარდი გააკეთო შეიძლება 200 მილიარდის რაღაცა ვთქვათ ხელზე გეკეთოს საათები მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ როგორც გვინდა ისე მოვიქცევთ. ანუ ზიად კვარაცხელია და ვაჟა გაფრინდაშვილი შეიძლება ციხეში გაუშვათ ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ორი საქმე როგორიც არის ვთქვათ დასანქცირებული ტვირთების შემოსვლა ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ აყენებს რა თქმა უნდა სანქციების დარტყმის ქვეშ და ეს აუცილებელია და ამაზე ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებსაც აქვს და ასევე ღარიბაშვილის საქმე რომელზეც ჩვენ ქართული ოცნების მომხრეებსაც უნდა ველაპარაკოთ რომ კი შეურაცხყოფა ყველაზე დიდი მათ მიაყენათ რომ ჩვენ ღარიბაშვილი ვინ იყო ძალიან კარგად ვიცოდით წლების განმავლობაში კი, ზუსტად და ამაზე საუბრობდა, მათ შორის კრიტიკული მედია საუბრობდნენ თქვენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ მაშინ გახსოვთ როგორი იყო პასუხი, მათ შორის ირაკლი კობახიძის თუ მამუკა მდინარაძის მხრიდან, ვინც ახლა სათავეში უდგას ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მთელ ამ სპეცოპერაციას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი აჩვენებს მათაც, როგორი იქნება მათი მომავალი, როცა ამას გადაწყვეტს თავად ბიძინა ივანიშვილი და ნამდვილად იმ ადამიანებსაც აჩვენებს როგორი იყო დღეს მარტო მხარდამჭერების გარეშე ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს ხდომათა დარბაზში. მადლობა